გავაგრძელოთ ახლა ჩვენი ტური. მოდით ახლა შევიდეთ აბაზანაში და ვნახოთ. ეს აბაზანა უკვე ნანახი გაქვთ, მაგრამ სახლის ტურში მაინც ჩავსვათ კიდევ ერთხელ. აი ესეთი ძალიან მიხარია რომ გავაკეთეთ ესეთი საშრობი. აქ დავკიდეთ ესეთი თემუდან გამოწერილი საკიდები და ჩამოვკიდეთ პირსახოცები. ყველას თავის ინდივიდუალური პირსახოცი აქვს, რა თქმა უნდა, ამ ოჯახში. გვაქვს აი ესეთი კარა და პატარა სათავსო. აი ესეთი ლამაზი სარკე გვაქვს მეგობრებო. ესე ხელის მიჭერით, უბრალოდ შეხებით ესე ირთვება. აქაც გვაქვს შტეფცელები, რა თქმა უნდა, ფენისთვის სავარაუდოდ. ესეთი ნიჟარა ვიყიდეთ და თავის სათავსო აქვს, რა თქმა უნდა. აქეთ დუში და აქეთ ესეთი სათავსოები ასევე. რომელიღაც ბლოგში გითხარით, რომ არ ვაპირებდი აბაზანის შუშის კაბინის გაკეთებას, არც ვანა არ დამიდგავს, უბრალოდ ძალიან ესე მარტივად შევხედე ამ ყველაფერს. ვიცოდი რომ ეს შუშის კაბინკა სულ გასაწმენდი იქნებოდა და ზედმეტი საქმე აღარ დავიმატე. მირჩევნია ესეთი პატარა საყვარელი ფარდა, რომელიც ასრულებს მაგ საქმეს, რაც უნდა გაეკეთებინა კაბინას. არ ვიცი, ვერც ერთი მიზეზი ვერ მოვნახე, რისთვის უნდა დამჭირვებოდა ეგ, ამიტომ დავტოვეთ ესე. ეს ძალიან მომწონს, მიჰაუსში ვიყიდეთ. გასარისხით ასაცმლის ჩასაყრელი. მანქანა უკვე იცით. გადავინაცვლოთ ახლა უკვე საძინებლებში. ვინ არის? რა მოვიდეს თემუსამანა. რა მოიყენე? რაც მიხარი. კაი ბიჭი ხარ. ეხლა საძინებელი, ესე იგი ბავშვების ოთახი. აბა მოდით ვნახოთ ბავშვების ოთახი. ადრე კი გაჩვენეთ, მაგრამ ეხლა უფრო კარგად გაჩვენებთ. კიდე მკითხეს დიზაინერი საჭიროა თუ არაო? თქვენი მე ვარ დიზაინერი. რა შენ? მე ვთქვი რომ მე მეთქი. მე ვარ დიზაინერი. შენ არა მე, შენ შემსრულებელი ხარ. ხო და მეგობრებო, დიზაინი ხო, ანუ ერთად მე და ლაშამ ერთად, ანუ მე იმას ვქენი, მაგრამ ლაშამ დაბრომობს ყველაფერზე. ხო და მე ვფიქრობ, რომ არ ვიცი ხა როგორ გირჩიოთ დიზაინერი არ გჭირდებათ თქო, ან გჭირდებათ თქო, მე არ ვიცი თქვენ როგორ უყურებთ ყველაფერს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მქონდა ცოტა დიზაინერული ნიჭი და რაღაცნაირად სულ ვეძებდი პინტერესტზე ესეთ განლაგებებს, სად რა უნდა ყოფილიყო, აი დაახლოებით და ძალიან ბევრი ის მქონდა ვარიანტი და მე ნელ-ნელა ავარჩიე რაღაცები და ყველგან ვიცოდი რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა და ლაშას ვუთხარი აქ-ეს თქო და მოკლედ შეძლების დაგვარად როგორც გამოვიდა, ესე გამოვიდა. და ძალიან მომწონს. მე ვფიქრობ, რომ ვერც ერთი დიზაინერი ისე ვერ გამიკეთებდა, როგორც მე მინდოდა. ანუ ვიცი, რომ რაღაცას ისე არ გააკეთებდნენ და ძალიან ცუდი იქნებოდა, ამიტომ ვერავის ვერ ვანდე ეს საქმე. ისევ მირჩენია, რომ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად მე ვიცი, როგორ და სად რა მირჩევნია და სად რა უფრო კომფორტული იქნება ჩემთვის, ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში არ დამჭირვებია. თუმცა თუ მაინც ეჭვგეპარებად არ იცით ზუსტად აი რა და როგორ სად რა გირჩევნიათ და რამე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დიზაინერიც დაიქირავოთ. არიან ალბათ კარგი დიზაინერები, მე არ მქონია ჯერჯერობით შეხება. და არ ვიცი, კი მხვდებოდა TikTok-ზე მილიონი რემონტის ვიდეოები და მათ შორის დიზაინერებიც ხან-რას გვირჩევდნენ, მაგრამ ზოგი საზრი მომწონდა, ზოგი საზრი არ მომწონდა, ამიტომ ეგეც ისეთია, უნდა გაგიმართლოს და შეგხვდეს კარგი დიზაინერი, რომელიც აი შენნაირად ფიქრობს. ხო და რაც შეეხება ბავშვების ოთახს, მოკლედ აი ესეთი ოთახი. ეს ოთახი ზალა, როგორც ნახეთ,
ცოტა პატარა არის, აი დივანი რო არ გვეტევა წესიერად და ასე შემდეგ, იმის გამო რომ აი ეს ჩვენ გავადიდეთ ეს ოთახი აი ამის ხარჯზე, ანუ იქეთ არის ზალა და წესით ეს კედელი უფრო აქეთ უნდა ყოფილიყო და ზალა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ეს ოთახი გავადიდეთ ზალის ხარჯზე, იმისთვის რომ ბავშვები კომფორტულად დატეულიყვნენ ორივე და აი ეს საწოლი რომ დაგვედგა, ეს არის ნატალის კუთხე, აი ესეთი საყვარლობა. ეს ერთი საწოლი, ხოლო ეს მეორე საწოლი, აქ მარიტას კუთხე არის. გამოვიდა ესე რომ არის ორი საწოლი, ორი მაგიდა, ანუ ორივეს შეუძლია რომ მაგიდასთან დასხდეს ერთდროულად, მაგრამ არ დაჯდებიან, ვიცი, ერთდროულად კი არა, ისეც არ ჯდებიან მაგიდასთან. რატომღაც ამ თაობას გაკვეთილების კეთება უყვარს საწოლზე, მე არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე არიან, აი აქ უბრალოდ ხატავს ხოლმე მარიტა, ხანდახან როგორც ხედავთ და მაინც ძალიან კარგი, კომფორტული ადგილი არის, ესეთი სამუშაო სივრცე. ეს რაღაც თავის საყვარლობები შეალაგეს, მოკლედ აქ ესეთი თაროები გავაკეთებინე, რადგანაც იყო ადგილი. ამ მაგიდას აქვს ერთი უჯრა, რომელიც ორად გავაყოფინე და ეს ერთი ერთს მეორეს რომ არის ჩხუბონ. ეს ტუმბო სახლიდან წამოვიღე და ძალიან კარგად ჩაჯდა აქაურობაში. ეს ბავშვების ხედი. კომპიუტერიც აქ დავდგი. ხანდახან აქ ვძივარ ხოლმე, როდესაც ბავშვები არ არიან. კომპიუტერთან მე თვითონაც დაჭირდებათ, რაც შეეხება სათავსოებს, გამოგვივიდა აი ესეთი სათავსო, სადაც თაროები არის და აი ესეთი კარადა ბოლომდე, ჭერამდე. და საკმაოდ ტევადი არის, ორივეს ერთად შვენივრად ეტევათ, ანუ ეს გაყოფილია, აქეთ ერთის ნივთები, აქეთ მეორის, იქ არასეზონური ტანსაცმელები გვიწყვია და მოკლედ შვენივრად გაიყვეს, ეს კარადაც გაყოფილი არის ორად, რაღაც რაოდენობა თაროების ერთის არის, რაღაც რაოდენობა მეორის და ტუმბოც ორივეს აქვთ. ნატალის ესეთი ტუმბო აქვს, ხოლო მარიტას ძველი სახლიდან წამოღებული ესეთი თეთრი ლამაზი ტუმბო, რომელიც ძალიან კარგად ჩაჯდა ამ ინტერიერში. დამეთანხმებით ალბათ. ეს შკაფები არის ესეთი სპილოსვლისფერი და ძალიან მოუხდა აქაურობას. მოკლედ, როგორც ხედავთ, თეთრიც არის და ესეთიც ძალიან მომწონს აი ესენი. და კიდევ ერთი ოთახი. ჩვენი საძინებელი. ესეთი ოთახი გამოგვივიდა. აქ უთოს მაგიდა მაქვს აყუდებული, სამწუხაროდ სხვაგან ვერსად ვერ ვნახე ადგილი. ჯერჯერობით ესე არის, მოკლედ. აი ესეთი სასტუმროებში რომ ოთახები არის ხოლმე, კარგ სასტუმროებში მაგ სტილზე გავაკეთებინე. ძალიან მომწონს უზომოდ, ეხლა ვანთოთ შუქი, აქაც შტეფცელები არის, ყველგან მაქვს შტეფცელები, სადაც კი არ დაგვეზარა, მოკლედ, როგორც ხედავთ, ეს საწოლი წამოვიღეთ წინა სახლიდან, ეს კარადები, ესეც ვნახე პინტერესტზე და ჩემი იდეა იყო, რომ ესე გამეკეთებინა შუაში საწოლი და გარშემო ესეთი ლამაზი კარადები და ყველაზე ძალიან მომწონს აი ეს ამოჭრილი ტუმბოები, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა ტუმბოები და ისიც არ მინდოდა რომ დამეკარგა აი ეს სივრცე, კარადების სივრცე, იმიტომ რომ ისედაც პატარა ოთახია და არ ეტევა ბევრი კარადა და ამიტომ გამოვიყენე ყველანაირად, რომ სივრცეც არ დამეკარგა და ლამაზიც ყოფილიყო და რაც თავარია, ხელმისაწვდომი ყოფილიყო ეს ტელეფონები და პულტები და 1000 რამე, რასაც ვდებთ ხოლმე საწოლთან ახლოს. აი აქ ესეთი ეს აქედან ირთვება. აი ესეთი შუქები გვაქვს. ხო, აი შტეფცელები, როგორც ხედავთ, ორივე მხარეს გვაქვს და აქაც ესე ვანთებ აი ამ ბრებს, ეს ბრები უზომოდ მომწონს, ძალიან უხდება.
შუაში სიცარიელი არის და არ ვიცი, ვფიქრობ, შეიძლება რამით შევავსო, დავკიდო რამე სურათი, ან უბრალოდ ესე დავტოვო. ესეც ძალიან მომწონს, შეიძლება არ ვახლო ხელი, არ ვიცი, ვნახოთ. ძალიან მომწონს ესე მინიმალისტურ სტილში რომ არის. და ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება. ეს სკამები აქაც დავდგით ოთახში, იმიტომ რომ ყოველთვის საჭიროა ხოლმე და ეს ჩემი საყვარელი სარკე, ესეთი ნათურებიანი, იდეალურად დაეტია. აი აქ, არ ვიცი, მე მეშინოდა რომ არ დაეტეოდა და უკვე ვფიქრობდი იმას, როგორ გადავაკეთო, როგორ დავაპატარაო, ან გავყიდო და ახალი ვიყიდო თქო. მაგრამ არ მომიწია, იმიტომ რომ ესე იდეალურად ჩაჯდა. და მოკლედ ეს კარადებიც ძალიან მომწონს, ეს სახელურებიც მე შევარჩიე. ძალიან კომფორტულად აღებ კარს და ულამაზესია, ეს ოქროსფერი ძალიან მოუხდა თეთრს. აი აქაც ესეთი სახელურებია. ტელევიზორიც დავკიდეთ სპალნაში. ესეც ძალიან დიდი სიამოვნება არის, იმიტომ რომ ბევრნი ვართ ოჯახში და ყველას ერთი და იგივეს ყურება არ უნდა და შესაბამისად ესე გავიყოფით ხოლმე ჯგუფ-ჯგუფებად და ზოგი ზალაში უყურებს რაღაცას, ზოგი სპალნაში. ეს სარკეც ჩემი ძველი სარკე არის, იმ სახლში მქონდა და როგორც ხედავთ, იდეალურად ჩაჯდა, აქ ძალიან მოუხდა, ესეც ოქროსფერში არის და აი ესე უხდება ქაურობას ძალიან, მაგრამ ნუ ამ სარკეს მინუსი აქვს ის, რომ გაფუჭებული არის, უკვე გატეხილი არის, მიწებებული არის და დაზიანებული არის, დავარდნილი არის და გატეხილია ბევრგან, აი როგორც ხედავთ, ბევრგან არის გატეხილი, მაგრამ იმდენად კარგი სარკეა თვითონ. ძალიან კარგი ხარისხის სარკეა და ამ სარკეში უფრო ტანწერწეტავ ჩანვარ ხოლმე ყოველთვის, არ ვიცი რატომ, მაგრამ ესეთი სარკეა და უზომად მიყვარს და ალბათ ფერასდროს ვერ შეველები ამ სარკეს, ამიტომ აქ წამოვიღე. ვფიქრობდი დამეტოვებინა, მაგრამ მე გადავიფიქრე და რესტავრირება უნდა გავუკეთო აუცილებლად. არ ვიცი სად და როგორ და საერთოდ გაუკეთდება თუ არა, მაგრამ მინდა რომ აი ეს ყველაფერი შევცვალო რამენაირად, თუ არა და ბოლოს და ბოლოს აი ამას ამოვიღებ და მივაკრავ ჩემს კარადებს და მექნება ესეთი სარკე. აქაც ვფიქრობდი სარკის გაკეთებას, მაგრამ ჯერჯერობით გადავიფიქრე მენანება რაღაცნაირად ამ ავეჯის გაფუჭება თითქოს, თუმცა სარკეც პირდება. ვნახოთ რა სარკეებსაც მოვიფიქრებ კიდე სად შეიძლება რომ გავაკეთო. ნუ რაც შეეხება კედელს, ესეთი ღია რძისფერი არის, ესეთი თლად თეთრი, ცივი თეთრი არ არის. გათბობის წერტილებიც ყველა ოთახში არის, შემოსასვლელშიც. და მოდით ახლა კიდევ ვნახოთ ბოლო ყველაზე მაგარი ადგილი, ყველაზე ძალიან რომელიც მიყვარს, ჩვენი აივანი. ესე მოვაწყეთ აივანი, მოსასვენებელი ადგილი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს. თუმცა ეხლა ძალიან ცივა აქ. დროებით ისეთი გადასაფარებელი გადავაფარე, რომ მზე არ გააფუჭოს და არ გახუნდეს, იმიტომ რომ პირდაპირ მზე ურტყავს ხოლმე მთელი დღის განმავლობაში. მე მგონი ეს უკვე გაჩვენეთ წინა ვლოგებში. აივანი გვაქვს საოცარი ხედები. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, როგორც მატყობ, ძალიან მომწონს ჩვენი ინტერიერი, ჩვენი გემოვნებით გაკეთებული რემონტი და ძალიან ბედნიერი ვარ. მიხარია რომ თქვენც იზიარებთ და ყველას გისურვებთ მალე განგეცადოთ ეს ბედნიერი მომენტები თქვენ ცხოვრებაში და გქონოდეთ თქვენი ლამაზი სახლი. ყველას ძალიან დიდი მადლობა კეთილი კომენტარებისთვის. ვინც არ ხართ ჩემი გამომწერი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, თუ მოგწონთ სახლური ტიპის ვლოგები, აუცილებლად დაიდება ხოლმე ხშირად და ასევე სხვა რუბრიკებიც მექნება არხზე. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეოები და მე კი ახლა დაგემშვიდობებით, კაცნით მომავალ ვიდეომდე. კარგად!